მებით კიდევ ერთხელ ჩემოძებთ მოსასვენელებო და მეგობრებო, ახლა მე თქვენ თავაზობთ შემდეგ ვიდეოს, სადაც ლეტალია და პანდორა კითხვაზე პასუხობენ და ეს ვიდეო ატვირთულია 26 აგვისტოს, 23 წლის 26 აგვისტოს, მას დავიწყოთ. პანდორა და ლეტალია მიესალმებიან მსვენელებს და პირველი შეკითხვა ჟღერცო ასეო. რომელიღაც მსვენელმა დაუსვა კითხვა პლასტირებზე, პლასტირ აცრებზე. ანუ პლასტირია დაიდებ კანზე და აცრესავით მოქმდეს კანზე. ხო, ეს არის კიდევ შეგახსენეთ 23 წლის ვიდეო და მაგ დროს უკვე ვრცელდებოდა ეს პლასტირები და მშობლებამდე მოვიდაო ინფორმაცია, რომ მშობლებს არ შეიკითხებიანო, ისე დაუდებენ ამ პლასტირ აცრებს ბავშვებსო. სკოლებში იქნება ეს თუ ბაღებში და ამ პლასტირებში შეიძლება იქნესო ვირუსული ან პათოგენური ფლორა და ბავშვები სკოლაში დაუცველი იქნებიან ამ პლასტირების მიმართ და მსვენელი სთხოვს, ეტყობა მსვენელი ერთ-ერთი მშობელია რომელიმე ბავშვის და სთხოვს ლეტალია და პანდორას ზევით გაარკვიონ, ზევით არ გაგეცინოთ, ზევით წვრილ სამყაროს გულისხმობ, მეც და წვრილ სამყაროს გულისხმობენ გოგოები და იმ ქალსაც წამთ ამის წამს და ამიტომ სთხოვენ გოგოს, სთხოვს გოგოებს გაარკვიონ ეს ზევიდან მიიღონ ინფორმაცია თუ რა ხდება ამ დროს და შეამოწმონ. პანდორა პასუხობს, ჩვენო განვიხილეთო ამ რეალობის ტოტი. დედამიწის დროის გაშვების ტოტი, ეს განვიხილეთო. თითქოს და ეს რეალურია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთო პლანეტარულ მსახურებებში შევდივართო წვრილ დონეზე ვაკვირდებითო და ჩვენ ვცდილობთო ხელი შეუშალოთო ყველა გეგმებს, რომლებიც ცდილობენო, რომლებიც გატარებას ცდილობენო გლობალისტები, ეს კიდევ შეგახსენებთ 23 წელია, მაშინ ცოტა სხვანაირი იყო მდგომარეობა. ხო და მთავარია რომ თქვენ უნდა მოიცილოთო შიში და თუ თქვენ ძლიერ ადამიანებად მიგაჩნიათო თქვენი თავით, მას იფიქრეთო როგორ ძლიერი ხალხი, ადამიანი, ძლიერი სული, მიხედეთო თქვენ შვილებს, თვალყურე ადევნეთო და თუ რუსეთში მაგალითათო შეიძლებაო განცხადება დაწერო, რომ წინამდეგი ხართო ასეთი აცრა გაუკეთესო ბავშვს, სხვა ქვეყნებშიო უბრალოდ თვალყური უნდა ადევნოთო. ყველგან ხომ სხვადასხვა კანონიაო. შემდეგი შეკითხვა. კითხვა ჟღერს ასე. ჩვენ დედამიწას გაიუშკას, ხო, დედამიწას უძახიან გაიას, სოფიას, ბევრი სახელები აქვს. და ყავსო თუ არა, ან და ან ძმა, არ გაგეცინოთ. პლანეტები ხო სულიერი არსებები არიან და საკურველია მათ ყავთ დაც, ძმაც. და პანდორა პასუხობს, კი შეიძლებაო არსებობს პლანეტა მაგალითად მზის უკან, იმავე მანძილზე, როგორ მანძილზეც განლაგებული არისო დედამიწა. და მაგ პლანეტაზე შეიძლება იმყოფებოდნენ ისეთი არსებები, რომლებიც ადრე ბინადრობდნენ ჩვენ დედამიწაზე. ხო, ბევრი რამ იცვლებაო, შეიძლებაო, მაგრამ მე ვამოწმებო იმას, რომ ორეული ყავსო დედამიწას. და ლეტალიაც ეთანხმება პანდორას. ლეტალია უმატებს, რომ როდესაც მე ტალებთან ერთად, ახლა მე არ დაგიწყებთ ახსნას, ვინ არის ტალები, ეს მისი ასპექტია. ხო, და ხშირად ახსენებს ამ ტალებთ ლეტალია ბევრ ვიდეოში. და მან წვრილ დონეზე რომ წაიყვანა ლეტალია მოგზაურობაში ქვია, აჩვენა მზის მეორე მხარეს დედამიწის ორეული. და ლეტალიაც ამოწმებს, რომ დედამიწას ორეული ყავს. მინდა შეგახსენოთ, რომ არის კიდე ახალი მიწა, სადაც ჩვენ გადავდივარ. არა, ახალ მიწასთან არ შეგეშალოთ. აქ საუბარია ორეულზე. ამ ჩვენი ახლანდელი მიწის ორეულზე. და მე ფიქრობ, ამბობს ლეტალია, რომ ისეთი სისტემები, როგორც დედამიწა, არის ბევრი. და შეიძლება არსებობდეს ეს ყველაფერი პარალელურ
რეალობებშიო. აი მინდა შეგახსენოთ სერიალი ადამიანი დიდ კოშკში. აი ვერ არასდროს სამჩება დრო იმისთვის რომ რადგან ინტერნეტს ვთავ ნაკლებად თვეში უფრო მეტად გამომდის თვეში ერთხელ ჩართვა თუ ზოგჯერ 1000-ში ერთხელ ორჯერ ვთავ, მაგრამ უფრო ერთჯერ თვეში და მისგან შარჩება მაგის დრო რომ უყურო ამ სერიალს. არა და ძალიან მინდა მაგის ყურება, მაგრამ ეგ ბევრი სერიებია და მესარება დროის დაკარგვა. აი აქ არის აღწერილი სამი რეალობა. გერმანელებმა მაგ რეალობაში გერმანელები იმარჯვებენ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში და მსოფლიო იყოფა სამ ნაწილად. სამ ნაწილად არა, 4 ნაწილად. რუსეთზე არა აქვს საუბარი. რუსეთს რომელი ტერიტორიები დარჩა. შეიძლება არის, მე ხომ არ მიყურები, ერთ-ორ სერიას უყურე მარტო ინტერნეტში და ამერიკას იყოფს იაპონია, თვით ამერიკელები და გერმანელები. ანუ იაპონელებიც იმარჯვებენ გერმანელებთან ერთად და ამერიკა ყავთ ოკუპირებული. აქვთ ოკუპირებული გერმანელებს და იაპონელებს და რუსებიც აქვს ნახსენები, მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ არ ვიცი, ვერ გეტყვით, რუსეთი რა პოზიციას იკავებდა ამ რეალობაში. და მოხდება ისე, რომ ჩვენი რეალობიდან კარიბჭეების დახმარებით იქ შედიან, ეხმარებიან იქაურ ხალხს გამარჯვებაში. და ის რეალობა გერმანელების გამარჯვებით, გერმანელების და იაპონელების გამარჯვებით იხურება. ანუ იქ ამარცხებენ იაპონელებს და გერმანელებს. ხო, გეუბნებით, ძალიან მაინტერესებს ამ სერიალის ყურება. აი თქვენ თუ გაქვთ ინტერნეტის საშუალება, უყურეთ. Человек в высоком замке. ქართულად ეს სერიალი არაა. მაგრამ ცოტათი რუსული თუ გესმით, მაინც გაუგებთ ამას, ამ კინოს. ხო და ლეტალი ამოწმებს, რომ შეიძლება დედამიწები ბევრი, შეიძლება კი რა არის. ახლა ის 23 წელი იყო და ახლა ღიად ლაპარაკობენ უკვე, რომ თვითონ მეც წავიკითხე ბორევის წიგნში. რომ მაგალითად ჩვენ ვხედავთ ერთ მთვარეს, მაგრამ სინამდვილეში არსებობს 7 მთვარე. ხო, ერთი ეს მე-7 მთვარე ფიზიკურად ხედავთ მაგას ჩვენ. დანარჩენი 6 მთვარე განლაგებულია წვრილ დონეზე. და ერთ-ერთი მთვარე, რომელსაც ბორევიც ხედავდა, ეს არის მთვარი განლაგებული, რომელიც წვრილ დონეზეა განლაგებული დედამიწის მთვარეს შორის. და ამ მთვარეზე, სხვადასხვა ამ მთვარის დასახელება ხშირად გაისმის. კონტაქტორები, როდესაც საუბრობენ და ამ მთვარეზე მიდიან სულები, რომლებიც გარდაიცვლებიან დედამიწაზე. ჯერ მიდიან ამ მთვარეზე, იქ იმყოფებიან, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციას გადიან. დამავიწყდა ამ მთვარის დასახელება, დამავიწყდა კოდანიწყება. კარგი, რა მნიშვნელობაა? ხო, შემდეგი კითხვა, შეეკითხეთო მიწას, რისი გაკეთება შეგიძლიათო ჩვენს რასაცარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათო მისთვის. ხო, რადგან ჩვენ არ გვაქვსო ძლიერი იარაღიო, ჩვენ მტრებს ვებრძოლოთო, მაგრამ როგორ უნდა ვიბრძოლოთო ჩვენი სულის გადასარჩენად? პასუხობს ეკატერინა, ანუ პანდორას ქვია ეკატერინა და ლეტალიას ქვია ელენა სინამდვილეში. პანდორა პასუხობს, ერთ-ერთი პირველი გზა ეს არისო ჩვენ სინათლეში გამოსულ გამოხუცებულ ადამიანებს შემოგვერდითო. ნუ იმას ვის მიმართ გაქვთ თქვენ რეზონანსი. მე მაგალითად გძნობ რეზონანსს, როდესაც უსვენ ამ გოგოებს, ლეტალიას, პანდორას, ბერეგინია ალონას და კიდევ სხვებს, ამათ გუნდს. მაგარი ძლიერი გუნდია და მათი ენერგიები რეზონირებს, ასე ვთქვათ, ჩვენზე მოქმედებს კარგად. რეზონირებს, ხანდახან ჟვანტელი მივლებს თელგანისში, თითქოს რაღაცა შემოიჭრაო ჩემში და ამამახლავ,
აი მე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ ჩემს შეგრძნებებს. თუ მაგალითად ხდება ისე, თუნდაც ამათ ვიდეოებს როდესაც ვუსმენ. აი მაგალითი მომყავს უბრალოდ მე არ თქვათ რომ მე ისე ჩემზე საუბრობ. მე მომყავს მაგალითი. დაუშვათ ვუსმენ ლეტალიას არხს точка глубокого погружения. ხომ არის აი საინტერესოდ იწყება ვიდეო. მე ბოლოსკენ უკვე რომ მიდის შეიძლება შუა გზაზეც. მე რამე არ მესიამოვნებს ან გადავწყვიტო რომ არა აუცილებელი ამ ვიდეოს დამთავრებას დაველოდო, რადგან უკვე რაც მე უნდა გამიგო გავიგე, ხო? რადა მე მინდა კიდე სხვა ვიდეოების მოსმენა, ამიტომ მე ზოგ ვიდეოს ბოლომდე არ ვუსმენ. მიახლოებით ხვდები რომ არა საჭიროება იმისი მე რომ ეს ჩავამთავრო. ალბათ გესმით ჩემი, ხო? მე რას გულისხმობ. ხო და მე ბოლომდე ამათაც კი არ უსმენ. თუ ვიცი რომ არა აუცილებელი მე ჩავამთავრო ეს ვიდეო. მოусვინ ამას ბოლომდე, მაგრამ ზოგჯერ აი მინდა როდესაც ვუსვენ ამათ აი ხელი მიდის რომ გადავთო, რომ სხვაც მოვასწრო, სხვა ვიდეოების მოსვენა, მაგრამ რაღაც შინაგანად მეუბნება არ გათიშო. ბოლომდე მოусვინე ამას. ხო, კარნახობს რაღაცა მე შიგნიდა. ზოგ ვიდეოებზე მასვენინებენ ბოლომდე, მაგრამ ზოგი ვიდეოს ბოლომდე მაძლევენ უფლებას, მე რომ ზოგ ვიდეოს არ უსვინო ბოლომდე. ხომ გესმით? ანუ თვითონ კარნახობს ორგანიზმი რაღაც, რაც გინდა ის დაარქვით, სული, ცნობი ერება, რაღაცა კარნახობს, მე რომ აი შენ ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა მოусმინო. ესე იგი რაღაც საინტერესო ბოლოშია. მაგრამ ზოგჯერ მაძლევენ ნებას მე არ მოусმინო ბოლომდე ვიდეოს. ხომ გეუბნებით მე ვუსვენ ჩემ გულს და ინფორმაცია როგორ შემოდის ჩემთან რეზონანსში. ეთქვა თორა ჩვენი ასე ვთქვათ ენერგეტიკა, გაგება. აი ამდაგვარად აი ბევრი მეუბნება თქვენი მოსმენა შეუძლებელია, ან არ გამოგდით ეს საქმე, ან რატო წვალობთ, იმიტომ რომ ამ ადამიანების შინაგანი მდგომარეობა არ ემთხვევა ჩემს შინაგან მდგომარეობას, არა, მე პროფი არა ვარ, მაგრამ მე ვაკეთებ იმას, რაც მე სიხარულს მანიჭებს, რასაც ვთვლი, რომ საჭიროა გავაკეთო. მე ასე მინდა. და ეს არის ჩემი სიცოცხლის აზრის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, ერთ-ერთი აზრი. არსი უпростоრად. ეს მაძლევს მე საშუალებას, ენერგეტიკულად ამამაღლოს. ანუ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვიბრაციები ავამაღლო, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს მე სიამოვნებს. და როდესაც მე სიამოვნებს რამე და როდესაც მე მიხარია და როდესაც მე გახარებული ვარ, რომ ვიღაცას ვასიამოვნე და ვიღაცა კარგ უნებაზე დავაყენე და რომ მე პოზიტიური ენერგეტიკას ვაფრქვევ და ვცდილობ ადამიანებს აუწიო პოზიტივი გამაფხნევო, რჩევა მივცე, რომ ემოციებს არ აყვეს, როდესაც მე ვცდილობ, კი შეიძლება მე არ გამომდის, მე დიქტორი არა ვარ, მე ჟურნალისტი არა ვარ, რომ გამოვიდე ზოგიერთი და თან გაითვალისწინო თუნდა ისიც, რომ მე რუსულად მაქვს ყველაფერი დამთავრებული, რუსულად. და მე რომ ხანდახან ვერ ვტეხავ სიტყვებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე კითხვა არ ვიცი. უბრალოდ მე
ვაკეთებ გული და სულით იმას, რაც მანიჭებს სიმშვიდეს, სიყვარულს, სიხარულს და მე თუ გახარებული ვარ, სხვებიც იქნებიან გახარებულები, იმიტომ როდესაც შენ კონტაქტობ ადამიანთან, რომელიც სულ პოზიტიურ ნოტაზეა, რასაკვირველია, უნებლიეთ, გინდა არ გინდა, რაც არ უნდა აგრესიული იყო, რაც არ უნდა ბოროტი იყო, შენ აუცილებლად შეგეხება, იმიტომ რომ სიკეთე და სიყვარული ყოველთვის ჯობნის ბოროტებას, მაგრამ მე ვგრძნობ, როდესაც ადამიანი ეშმაკობს და მიყენებს მე, მაგრამ მე ამ დროს კი არ ვჩხუბობ, კი არ ვათებ ერთ ამბავს, კი არ ვლანცხავ მაგ ადამიანს, არა, აზრი არ აქვს. იმას შენ ვერ შეცვლი, თუ მას ასეთი განზრახვა ხალხი ბოროტულად გამოიყენოს. მე უბრალოდ ასეთ ადამიანებს ვარიდებ თავს. არც კი ყვები, არც კი ვანიჭებ ყურადღებას მთლის საჭიროდ მივაქციო მის ეშმაკურ და ბოროტულ ფიქრებს ყურადღება, რატომ და ყველაფერზე ვერ იჩხუბებ. ყველაფერზე კონფლიქტში ვერ შეხვალ. და მას ვერც კი დაუმტკიცებ, ის თუ ბოროტია და ის თუ ეშმაკია, ის ისე მდგომარეობაში ჩაგაგდებს, რომ შეგამოგიყვანს ბოროტად და ეშმაკად. ნერწმულეთ მასე ხდება და მე ვერაფერს დავამტკიცე, ისე მე დავსარავდები. ამიტომ მე არ მიხერს ასეთ ადამიანებს ვესპორო, ასეთ ადამიანებს ვეჭხუბ, უბრალოდ მე ვიცავ თავს. ნელა დისტანციას ვიკავებ ასეთ ადამიანებთან. უჩხუბრად. რატო უნდა მოვიქცე ცუდად? ჩვეულებრივად ვიქცევი, არც კი შევამჩნევიებ არაფერს, არც კი ვეტყვი არაფერს, მაგრამ მე ხო ხდები, ხანდახან მე შენო ეჭვიანი ხარ და დობა არ აგავსო ადამიანების მიმართ. შეიძლება ხა ცოტათი კი არ ვარყოფ, ცოტათი შეიძლება ეჭვიანი ვარ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ისეთ ადამიანებთან ქონდა კავშირი, რომ ბევრი ეშმაკურად მეკცეოდა, ბევრი მატყუებდა, ბევრი მეაფრისდებოდა, ყველაფერს ხარ ჩამოგიხით, მაგრამ ნდობას რაც შეეხება, არა, მე ადამიანებს ვენდობი, მაგრამ ხომ იცით, რუსებში არის ასეთი ანდაზა, доверяй, но проверяй. როგორ უნდა ენდო ადამიანს, მაგრამ ის უნდა გამოთვალო. შენ უნდა მიხვდეს ადამიანი, ღირს შენ ნდობა თუ არა. და ზოგჯერ, როდესაც დაუშვათ იცი, რომ ადამიანის ნდობა შეიძლება, მაგრამ ის ისე შეაბრუნებს საქმეს, რომ შენ გამოგიყვანს, ტყვანს და ჩაგაგდებს სინდისის ჯეჯგრაში, შენ გაფიქრებიეს, რომ შენ უსამართლოდ ფიქრობ ამ ადამიანზე. აი ზუსტად ამ დროს უნდა იყოთ ფრთხილად. არ უნდა ჩაგითრიოთ ამ სინდისის ჯეჯგნა. იმიტომ რომ ხანდახან ასეთი ადამიანები, ვისი ნდობა შეიძლება, თქვენ შეცდებიან თქვენ ჩაგაგდოთ სინდისის ჯეჯგნაში. და სინდისი, როდესაც შენ თავს იმტყუნებ რამეში, ესეც ერთგვარი ეს არის მახე ენერგიის როგორ გითხრათ, ამოტუმბვა ხდება ამ დროს. შენი ენერგიის ამოტუმბვა, როდესაც შენ დანაშაულს გრძნობ რამეში, ან სინდისის ჯეჯგნას გრძნობ, ხო? არა და იცი, რომ შენ მართალი ხარ. შენ იცი, რომ ხო, ვერ ამტკიცებ ვერაფერს, მაგრამ ეჭვები მაინც ღრნის, რომ ადამიანის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ვერაფერს ვერ იტყვი, ვერაფერს ვერ დაამტკიცებ. მაინც, რაც არ უნდა გითხრათ ასეთმა ადამიანებმა, გულთან არ მეიტანოთ. მე რა თუ შეგეშალათ, წინაღობები, როდესაც გააქვს თქვენ გზაზე, გამოჩნდება ერთი წინაღობა, მეორე, მესამე, გადაიარეთ ეს წინაღობა, ან არ მიაქციოთ ყურადღება, გააგრძელეთ გზა. ეს არის თქვენი გამოცდილება, შეცდით თქვენ თუ არ შეცდით. და არ გაამახვილოთ ყურადღება, კი,
მერე დრო გაჩვენეთ, რომ თქვენ მართალი იყავით თუ მტყვანი. მაგრამ ნუ მიაქცეთ ყურადღებას ასეთ რაღაცებს. მაგალითად მე ვარ მოწვე მისი, რომ ბევრი ჩემი ახლობელი ნათესავი, აი ჩემი გარემოცვა ბევრჯერ მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბევრჯერ უფროსებმა ახლა ამერიატვინი უფროსებმა ბევრჯერ შემახოცეს მე ხელი, რადგან ბავშვი ვიყავი, რადგან მორიდებული ვიყავი და ვერაფერს ვერ ვიტყოდი, ბევრჯერ შემახოცეს ხელი. მაშინაც, დიდობაშიც. ამიტომ ასეთი რაღაცები ხდება ხშირად. და ეს დღევანდელ დღეს მიაჩნიათ, არ ხედავ, მაგას ვერ გასტეხავ. ვერ გასტეხავ, მტყანიც რომ იყოს, ვერ ათქმევინებ დამნაშავე ვარო და ეს მიაჩნიათ სიძლიერედ. მაგრამ ცდებიან ასეთი ადამიანები. ეს არ არის ძლიერი ადამიანის ნიშანი. როდესაც შენ იქცევი ისე, თითქოს შენ მტყვანი ხარ, მაგრამ იქცევი ისე, რომ შენ მართალი ხარ, შენ ძლიერი არ ხარ. შენ სიძლიერეს კი არ ავრენ. შენ როგორ გითხრათ, შენ ამტკიცებ იმას, რომ შენ ხარ შიშარა და მდაბიო ადამიანი. ვინ შეგჭამს, ვინ მოჰკლავს, დღეს არავინ ხვრეტს ადამიანს, თუ რამე თქვა ისეთი. არავინ ხვრეთ, ხო? შენ უნდა მიიღო ცუდით და კარგით, მაგრამ კი, უნდა აღიარო, კი. მე ეს გავაკეთე. ხო, და ასეთი შემთხვევები ბევრია. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. უკვე ასეთი ადამიანები ვერ იტყვიან მე ეს არ გამიკეთებიაო, იმიტომ რომ ახლა კი კარმის სასარის ბორბალი არ არის, მაგრამ არის დარჩა ბუმერანგი. და დღევანდელ დღეს ეს კარმის ბუმერანგი ხელად მოგიბრუნდებათ. ხელად. ან პანჩურს ამოგადგავთ ძლიერ პანჩურს, ძლიერი პანჩური მოხდება, ან კეფაზე მოხდება. ბუმერანგი ხომ იცით რა? სამკუთხედი იარაღია, რომელსაც გაიცვრი, მაგრამ არ უნდა გაიქცე. ის მობრუნდება უკან და შენ უნდა იცოდე დაჭერა, რომ მე მწარეთ არ მოხდეს, ან თავში, ან კიდევ სადმე. ამას ქვია, ეს არის ბუმერანგი. და არის კარმა ბუმერანგი დარჩენილი ახლა. კარგით, მოდით გავაგზავნოთ. და როგორც ჩვენ ვატარებთ პლანეტარულ მსახურებებს, მედიტაციებს, აი ამდაგვარი მედიტაციები უნდა ტარდება სხვათა შორის. ის ძველი ჩანაწერია, მაგრამ ახლა ჩანაწერებში თვითონ ესენიც აღიარებენ, რომ ყველგან ტარდება, მარტო ჩვენთან კი არა. ასევე ასეთ მედიტაციებს ატარებენ ესენი აქ რუსეთში, ასეთ მედიტაციებს ატარებენ ყველგან, თუ სადმე არის ამდაგვარი წარმომადგენლები. არიან უბრალოდ ამდაგვარი წარმომადგენლები. და ახლაო მედიტაციებიც ისე არ მოქმედესო, ცალსაკე მედიტაციები. მაგრამ როდესაც ესენი გუნდურად იკრიფებიან, გუნდურად სხვათა შორის 100 კაცი რომ შეიკრიბება და უბრალოდ დაშდებიან ხელჩაკიდებულები წრეში და მხოლოდ კარს იფიქრებენ, რამეს მაგალითად რომ გამაგდეს ორგანული პოზიტიური დროის ხაზი ნეგატიური პროცესების გარეშე, ხო? დედამიწაზე იფიქრონ კარგი, ამ დროს 100 კაციც ყოფნის, რომ ამათი კარგი აზრები და სივრცეში დაგროვდეს, ღრუბლად იქცეს, თეთრ ღრუბლად და შეუერთდეს ამ პოზიტიური ხაზის გამაგრებაში. დიახ. მე ბევრჯერ მithქვამს ეს. რატომ და ჯერ ტიფდება ეს აზრები წვრილ დონეზე, შემდეგ კი მატერიალიზაციას განიცდიან.
და ლეტალი ამატებს რომ რომც ჩანაწერში უსმენდეთო თქვენ დაუშვათ მედიტაციას ან პლანეტარულ სახურებას და თქვენ თუ ეთანხმებითო იმას რაც ჟღერცო ჩანაწერში თქვენ უხდებითო მონაწილეები და თქვენი აზრიც იბეჭდებაო წვრილ დონეზე მაგ ჩანაწერთან ერთად და ვინც მონაწილეობს ამ ჩანაწერში ეს ყველასი აზრი ვინც ეთანხმება ამას იბეჭდება იქ წვრილ დონეზე ჯერ შემდეგ კი მატერიალიზაციას განიცდის და უერთდება დედამიწის ასე ვთქვათ საინფორმაციო ბლოკს და ლეტალია და პანდორა ამბობენ რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვსო ჩვენ ხომ ფიზიკურად ვერ წავალთო და ვერ ვეუბნებთო ვინმეს ამის არც ფიზიკური ძალა გაგვაჩნიაო და არც საშუალება ხო და ამიტომ ჩვენ იმას ვაკეთებთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლიაო გოგოებო პანდორა და ლეტალია შემდეგი შეკითხვა გოგოებო როგორ შეიძლებაო დაეხმარო დედამიწას ჰარმონიზაციაში და როგორ შეიძლება კიდე გავიმეორებ რა გადაყვაპე ეს სიტყვა როგორ შეიძლება დედამიწას დავეხმაროთო ჰარმონიზაციაში და როგორ უნდა დავეხმაროთო როგორ უნდა მოვიქცეთო ჩვენ დღეს ჩვენ თავს როგორ უნდა დავეხმაროთო ლეტალია პასუხობს რომ ჩვენ ახლა ბევრი რამე აგიხსენითო და ცალკე კიდე ვიდეოს არ გადავიღებთო ჩვენ უბრალოდ ვიმუშავებთო და თქვენ ამას ყველაფერს ნახავთო ხო ხდება უკვე მაშინ დაიწყო შუმანის სიხშირის აწევა შუმანის სიხშირე რა კი იცით დედამიწის ველი გარშემო არის ასეთი ველი შუმანის საინფორმაციო რა არის შუმანის რეზონანსი მე ახლა ახსნი მართვის ვინც არის ის თუ რა არის შუმანის რეზონანსი ეს არის მოვლენა როდესაც იქნება ელექტრომაგნიტური მდგარი ასე ელექტრომაგნიტური ტალღების დაბალი სიხშირეების საცხა 7.88 მე-100 გერცი მაგრამ ახლა 1000 ასული იყო ასული ეს შუმანის რეზონანსი მაგრამ 4 დღე არ მუშაობდა თურმე ეს რეზონანსი და ეს ყველაფერი ხდება ფენაში დედამიწის და იონოსფეროს შორის ეს შუმანის რეზონანსი ხდება ეს მოვლენა დედამიწის ზევით არის იონოსფერა ამ დედამიწის და იონოსფეროს შორის არის სივრცე და აი აქ ხდება ამ შუმანის რეზონანსი დედამიწის შუმანის რეზონანსს უწოდებენ ანუ მდგარი ელექტრომაგნიტური ტალღების შექმნა დაბალი სიხშირეებისა ანუ ეს რეზონანსი შუმანის არის დაბალი სიხშირისო 7.83 ასეთი გერცი მაგრამ შეგახსენეთ რომ რეზონანსი აწეულია 1000-მდე და კიდევ 1-4 დღე არ ყოფილა თურმე ეს შუმანის რეზონანსი ანუ ელექტროველი დედამიწის 4 დღე ალბათ არ იქნებოდა და როგორ ვერ იხსნა ადამიანებმა მირას სოლარისი ამბობდა მის შესახებ მირას სოლარის აქვს არხი უბრალოდ მირას სოლარისი არის წამყვანი ბლოგერი YouTube-ზეც, Telegram-ზეც და მას აქვს YouTube-ზე არხი გრანი ბიჩნესტი. აი აქ აქვს მაგას ამის შესახებ ნახსენები. შუმანის რეზონანსი მოქმედებს როგორც დედამიწის პულსი. სიხშირე ამ შუმანის რეზონანსისა დამოკიდებულია მზის და ატმოსფერის აქტივობისაგან. ზოგჯერ იზრდება მაგნიტური ქარიშხალების დროს. მოდით ამას ახსნი ახლა მე, კარგი? მაინც რადგან ამას შევეხეთ. დედამიწა და იონოსფერა ქმნის გიგანტურ ბუნებრივ რეზონატორს.
ჭექა მთელი პლანეტის მასშტაბით ქმნის ეს ჭექა ქმნის კი არა ასხივებს ელექტრომაგნიტურ ენერგიას რომელიც მთელ დედამიწას შემოირბენს და ქმნის ამ მდგარ ელექტრომაგნიტურ ტალღებს კი თუმცა ამბობენ რომ ამ შუმანის რეზონანსის ტალღები მოკლე სიხშირიანია სადღაც 7.83 მეასედი გერცი მაგრამ ხანდახან შეიძლება ავიდეს რეზონანსი 14-მდე 20-მდე 26-მდე 33-მდე 39 გერცამდეც კი და რატო ქვია შუმანის რეზონანსი იმიტომ რომ 1952 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ვინფრიდ ოტო შუმანმა აღმოაჩინა ეს მოვლენა სიხშირე 7.83 მეასედი ახლოსაა ადამიანის ტვინის ალფა რიტმებთან ამიტომ ზოგმა გამოკვლევებმა ივარაუდა ზოგი გამოკვლევებიდან გამომდინარე ივარაუდეს რომ ეს მოქმედებს ჯანმრთელობაზეც ძილზეც და ზოგ კოგნიტიურ ფუნქციებზეც შემდეგი შეკითხვა ერთ-ერთი მსმენელი წერს კითხვას უსვამს იტალიას მე ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება დავასრულო რაც შეიძლება მალე იმიტომ რომ ჩემთვის უინტერესოაო დედამიწაზე ცხოვრება მე ვცხოვრობ მაგრამ არანაირ სიხარულს ეს ცხოვრება არ მანიჭებსო თითქოს და ეს იყოსო ჩემი სასჯელი და როგორ შეიძლებაო ეს პროცესი დავაჩქარაო ანუ როგორ შეიძლებაო დავაჩქარო სიკვდილი მე მინდა გახდე თავისუფალიო ვტირი ვარ ყოველ საღამოს მინდა სახლში დაბრუნება მე ვგზნობ რომ ჩემი ახლობლები და ნათესავები აქ არ არიან აქ არ ცხოვრობენ მე ვგზნობ მარტოობას არ მინდა სიმარტოვეში ვიცხოვრო მთელი ცხოვრება ისე ეს ყველაფერი როგორ გავს ბევრი ჩვენგანის მდგომარეობას ხო მაგალითად ძალიან გავს ჩემსას გავდა უпростоრად ახლა არ გავს მეც ასეთ მდგუნავ მდგომარეობაში ვიყავ ზუსტად ამდაგვარ მდგუნავ მდგომარეობაში და მეც მიცდია ბევრჯერ სუიციდი იმდენად დამღალა ცხოვრება ბევრჯერ მიცდია სუიციდი და გავარახავ ისეთ ადამიანს რომელიც თვითმკვლელობაზე იფიქრებს არა მაგრამ აქამდე სანამ ამას მივხვდებოდი ძალიან ბევრი რამ გადავიტანე თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი პირიქით ჩვენ დავიმძიმეთ ჩვენ კარმას პანდორა იწყებს პანდორა პასუხობს მე მიმართავო ყველა უცხო პლანეტურ სულებს რომლებმაც მოიწყინაო აქ დედამიწაზე ყოფნით თქვენ დედამიწაზე მოდით ტყუილად უბრალოდ ისე კი არა აქ მოვიდა პატარა ბავშვი მაირეა დამტრეული ბავშვი მე ფიზიკური მდგომარეობა არ მაქვს არ გულისხმობ მის ფიზიკურ მდგომარეობას დამტრეული სულიერად დიდი გულით და მან თან მოიყვანა მის მაგვარი ბავშვები ჩვენ აქ მოვედით იმისთვის რომ სივრცე მოვამზადოთ მისი აქ გამოვლენისთვის ამ მაირეტრიას გამოვლენისთვის პანდორა ამბობს რომ მეც მენატრებაო ჩემი აქტურიანული სამშობლო მაგრამ სანამ ამოცანას არ შევასრულებ მე აქედან ვერ წავალო მე თქვენ მოგმართავთო თქვენი სულის დონე აიწიოთო ანუ ცუდენ უფიქრობთო თქვენ უნდა აიწიოთო თქვენი ვიბრაციები ეს 23 წელსაც ჩაწერილი მაგრამ ახაც უნდა იფიქროთ ამაზე ვიბრაციების აწევაზე ჩვენ გველოდებიანო ბავშვები რომლებთაც უნდა დავეხმაროთო ამ საქმეში ის რომ ჩვენ მოწყენილობას გძნობთ და არ გვინდა აქ ყოფნა ეს არის ბნელი კი არა ბნელი ძალების ბრალი
ისინი გვაგდებით ჩვენ ასეთ ასლებს გვიგზავნიან რომ ჩვენ მოვიწყინოთ, ვიტიროთ, რომ დედამიწაზე ცხოვრებაზე ვთქვათ ვარი. ხანდახან მე ისეთი აზრი შემომდის თითქოს ვიღაცა შემომაპარებს რა გინდა შენ ხო ხანდახან წამოსდება რაღაც არასწორი მე ვასწორებ როგორ არა მე მინდა ეს მე მინდა ასე დაუშვათ მაგალითი მომყავს და ზოგჯერ ისეთი აზრით შემომიპარება შენ დაიღალე აი ამას ხოლმე ხანდახან ინტერნეტში რომ აქვს ჩართული ხო წერ ხო უნდათ მე მათქმევინონ სხვა რაღაცა რომ უცებ დამივარდეს ვიბრაცია რატომ და თქვენ თუ რამე ნეგატიურს იტყვით აი მე ვგრძნობ მაგალითად როდესაც მე რამეს არასწორად ვიტყვი ხელად ისეთი მდგომარეობა მას თითქოს რაღაცა დამაგდა ხო და ხო ვგრძნობ ეხლა მდგომარეობას არა უცებ გამოვასწორებ სიტუაციას არა რატომ მე არ დავიღალე შენ ვიხარ ჩემ მაგივრად რო იფიქრო და ჩემ მაგივრად რო ფიქრო მომწყდი თავიდან და მე ვიტყვი რომ მე ვუგზავნებ ყველა დაბალ ვიბრაციულ არსებებს ამა თუ იმ საშუალებებით იმოქმედონ ჩემ წვრილ სხეულებზე ჩემ ფიზიკურ სხეულზე ჩემ ველზე ასე იქნება ასე იყო ასე არის ვამოწმებ არა ეს ლოცვა არა ეს არის დაცვა ჩემი სიტყვით ვამბობ რუსულად თუ სხვანაირად გოგოები სულ სხვადასხვანაირად ამბობენ ამას ამიტომ მეც ვამბობ ისე როგორც მე მინდა და მე ვავლენ ჩემი манифестациას უკეთებ ჩემ ნების ყოფას ჩემ ნებას ვავლენ ჩემ თავისუფალ ნებას არავის არ აქვს უფლება თქვენ რომ ასე სამჯერ დაამოწმებთ ცოტა ხნით მომწდებიან ვიცი სხვათა შორის გოგოებმა კიდე თქვეს როდესაც ჩვენ ვუყურებთ რაღაც ვიდეოებს არ არისო გამონაკლისი ჩვენც არ ვართო გამონაკლისი ჩვენც ვიკიდებთო ხოლმე პატრიოტიკებს რაღაცა გვერდდებაო ქართულად პატრიოტიკებია ამიტომ რუსული თარგმანი მე მას ვერ რუსულად პატრიოტიკებია პატრიოტიკა უწოდებენ მას პატრიოტიკა მაგრამ ქართულად მე მის თარგმანი ვერ ნახე ამიტომ ვამბობ გვერდდება რაღაც არსებები ხო წვრილი დონის არსებები ამიტომ ასეთი რაღაცები ასე როგორც ახლა მე თქვი დაცვა საჭიროა თქვენ შეგიძლიათ თქვენი სიტყვით თქვათ თავარია თქვენი თავისუფალი ნების манифестация წარადგინოთ რომ თქვენ გინდათ ეს და სამყარო თქვენ მოგისმენთ და გოგოები რჩევას აძლევენ ასეთ ადამიანებს მოძებნოთ სიცოცხლის რაღაც ცხოვრების აზრი და გაყვეთ ამ თქვენ გზას მე ხოლმე ეუბნებიან წერენ რატო იტანჯავო თავს ერთმა მომწერა ეს არ გამოგდისო ეს საქმეო ამიტომ ხალხო მე რომ არა მე იმიტომ კი არ ვკეთებ ამას რომ რაღაც გავაკეთო ბევრჯერ მithქვამს რომ მე ამ საქმეს რომ მოვკიდე ხელი თავიდან რასაკვირველია რაღაცა კომპლექსები მქონდა მაგრამ მე ეს კომპლექსები მოვიცილე მე კიდევ გეუბნებით მე არ ვაპირებ ვინმეს ვეჯიბრო არ ვაპირებ ვინმეს დავამსგავსო არა მე ვარ მე მაქვს ჩემი მიზეზები თუ რატო ვაკეთებ ამას და ერთ-ერთი მიზეზი არის რომ მე ჩემი ცხოვრება გავხადო აზრიანი ეს ერთი თავარი მიზეზი კი ისაა რომ მე მინდა განვითარდე მინდა ჩემი ცნობიერება გავაფართოვო მინდა ჩემი სული გავამდიდრო იმიტომ რომ მე არ მინდა აქედან წავიდე ტუპიაკად მაპატიეთ ამ სიტყვაზე იმიტომ რომ ყველა იმ რასაც წაიღებ ამ ქვეყნიდან როდესაც წახვალ ეს არ არის მატერიალური ქონება ეს არ არის ოქრო ვერცხლი ფული მატერიალურს ვერაფერს ვერ წაიღებ და მე მithქვამს რომ ჩვენ ერთადერთი რაც მიგვაქვს აქედან ეს არის ჩვენი დაგროვილი ცოდნები რომელიც ჩვენ დაგვეხმარება შემდეგ ცხოვრებაში
და მე მითხრით გამდიდრებული სულით წავიდე აქედან. და მე ამას ვაკეთებ იმიტომ კი არა, ან დიპლომი ავიღო, ან ჯილდო მივიღო, ან პრეზიდენტად ამერჩიონ, ან რაღაც კარიერა გავიკეთო. არა. მე მინდა ჩემი სულიერი კარიერა გავიკეთო, რომელსაც ვერავინ ვერ წამართნებს, რომლის წაღებას შევძლებ მე. და მე სიცოცხლე ერთადერთი ამის ჯილდო, რასაც მე ვაკეთებ, იქნება ახალ განზომილებაში გადასვლა, ახალ ერაში გადასვლა და სხვათა შორის მე რასაც ახლა ვაკეთებ, ეს მარტო ჩემი თავის სახურება არაა, მე სხვებსაც ვეხმარები. უნებლიეთ. მე მაგალითად თუ რამე რომ მოხდები დავუშვათ პოლიკლინიკაში ან რიგში, ხანდახან ნაირ-ნაირად მენები მოდის. ზოგი ნერვიული, ზოგი ფოციანი, ზოგი რაღაც პრობლემებს უყვება ერთმანეთს მოლოდინში და მე სულ ვცდილობ გავავხრივო ეს ადამიანები. ესე იგი მე მათაც ვეხმარები, ესე იგი მათაც ვემსახურები, ხო? უნებლიეთ. მე ამას არ ვაკეთებ სპეციალურად, მაგრამ იმდენადაც ჩემ გულში, სულში ეს ჩამჯდარი, რომ ხალხი პოზიტიურად უნდა განეწყოს, რომ საკუთარ თავს თვითონ დაეხმარონ პირველ რიგში. არც ექიმის შველის, არც სწავლების შველის, რაც არ უნდა ძვირიანი წამალი დალიო, არაფერი გიშველის. ხომ გესმით ჩემი? აი ამიტომ ვაკეთებ მე ამას, თორემ მე არა ვარ არც ჟურნალისტი, არც დიქტორი. მე ვარ მე. მე ვარ ინდივიდი, რომელმაც თავისი გზა აირჩია. მე არ ვიცი, როგორ უნდა უთხრა სხვას, რატო წვალობ. შენ ასეთ ეტყობა ეს ადამიანები უბედურები არიან. ხოლო უბედურ ადამიანს შეუძლია თქვას, შენ ამას რატო აკეთებ. ხალხო, ბონზე მოდით ხალხო. ერთი რა ვიცი საქმეა, მე ამას რატო ვაკეთებ. ვის ეკითხება? მე თქვენ კითხოთ, გავაკეთო ეს თუ არა. ეს არის ჩემი პირადი საქმე. მე ვიცი რასაც ვაკეთებ. მე არ შემიძლია ყველას აუხსნა თუ რატო ვაკეთებ ამას. თუ ვერ გაიგებენ. თქვენი ნება. მე ვარ ბედნიერი და თუ მე ვარ ბედნიერი, მე სხვებსაც მივანიჭებ ბედნიერებას. ხომ ასია? მე ვიცი რა რთული ცხოვრება აქვს ზოგიერთს. ან თუ აქვთ საშუალება მაგივრად მექანიკურად ცხოვრობენ. მექანიკურად ავტომატურად აკეთებენ ყველაფერს. აქვთ საშუალება, მაგრამ ბედნიერები არ არიან. მე კი მოვიპოვე ბედნიერება. მე სიამოვნებს ის, რასაც მე ვაკეთებ. სიამოვნებს. ხო მართალია, მე რკინის ნერვები არ მაქვს და ჩემზეც მოქმედებს ნეგატიური. ჩემზეც მოქმედებს და ხანდახან იცით რა, სანამ მე ჩემ ემოციურ მდგომარეობას მოვაწესრიგებ, როდესაც ნეგატიური მოდის რამე ჩემსკენ, ჩემზეც მოქმედებს ეს, მაგრამ შემდეგ ვცდილობ ხელად ვცდილობ გავაკონტროლო ჩემი ემოციური მდგომარეობა, რომ საზღვარს არ გადავიდე. ასე რომ ხალხო, თუ ადამიანი ბედნიერია იმით, რასაც აკეთებთ, ნუ წართმევთ ამ ადამიანს ამ ბედნიერებას.
და ლეტალი ამბობს, რომ იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება ტყვილად არ გაატაროთო, რაღაც უნდა მოიმოქმედოთო ამ მიმართულებით. რაღაც უნდა გააკეთოთო, რასაც თქვენ გადააყოლებთო გულსო, რაც თქვენი აზრი გახდებაო, თქვენი ცხოვრების აზრი, რაც თქვენ მოგანიჭებთო ბედნიერებას. და ასე შემდეგ. ხო, შემდეგი კითხვა ეხება გავაევს. ეს გონი 23 წელს მოხდა, ხო, ხანძარი გავაევსი. არ მახსოვს ზუსტად როდის მოხდა. და შეკითხვა ასეთია, რა ნახეთო თქვენ გავაევზე ხანძრის დროს. როგორ გონია თქვენ ეს იყო შეტევა თუ რამე სხვა მიზეზი? პანდორა პასუხობს, რომ მე ვეთანხმებიო იმას, რომ ეს იყო შეტევა გავაის კუნძულებზე. მაგიტომ ესე იგი სპეციალურად მოახდინეს ხანძარი და ეს შეტევა მოახდინაო კაბალამ. ანუ ჩრდილო მეთქი სიღრმისეულმა თავრობამ. მათ აქვენ ქონდათ, ახლა არ ვიცი თუ აქვენ, მაშინ ქონდათ ასეთი ტექნოლოგიები. ლაზერული სხივის მაგვარი. სხვათა შორის ახლა ნახე ინტერნეტში რაღაც ისეთი ტექნოლოგია, რაღაც არის ჩამოკიდული, თავი აქვს ცოტა შევიწროებული და განახებენ როგორ უშვებს ლაზერულ სხივს, იმ სისხლ ლაზერულ სხივს ობიექტზე და როგორ ანადგურეს ამ ობიექტს. ხო და ამდაგვარი შეერაღება ყველას აქვს, ვინც მონაწილეობდა საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. და ამ შეერაღების დახმარებითო გამოწვესო რაღაც ტერიტორიებიო. და ეს ხანძარი გააჩაღესო დაშინების მიზნით. რადგან მაგათმა თავისი გეგმებისგან ვარის თქმა ვერ შეძლეს, ეს 23 წელია და ამდაგვარად უნდათ დაშინება. პანიკაში არ ჩავარდეთ, ახლა კი ებღაუჭება ეს კაბალა და ჩრდილოვანი სახელმწიფო თავის ასე ვთქვათ სავარძელს, მაგრამ მათი დრო ამოწურულია და ის რაც ხდება დღეს ირანში, ისრაელში, ეს არის ბოლო ბრძოლა, რადგან ეს ის ადგილებია, სადაც ჩარჩენილია ამათი ძალები, ბნელი ძალების რაღაც ნაწილი. მართალია ომი, კონფლიქტი ძალიან ცუდად ჟღერს, რამდენი ოჯახები დაიღუპა, რამდენი ბავშვები დაუბრუნდა, რამდენი დედები დარჩნენ შვილების გარეშე, ქონების გარეშე. ეს ძალიან რთულია აღსათქმელად, მაგრამ ისმაილ პერესი ამბობდა ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც მე თქვენ დაგიდეთ, რომ ეს ის ორი ადგილიაო, რომლებშიც ჯერ კიდე არიანო ჩამალული ჩვენი მტრები და ბაბილონი ირანის სახით უნდა განადგურდეს იმისთვის, რომ ისრაელზე გავლენა შეწყვეტოსო. და ისრაელის ლიდერზეც თქვა ნეტანიაჰუზე, რომ ისიც არის ამ ბნელი ძალის წარმომადგენელი. მაგრამ ისიც ითქვა, რომ ტრამპი მეგობრობდა ნეტანიაჰუსთან იმისთვის, რომ მისი განზრახვები გამოევლინა. და მე გამიკვირდა, როდესაც ამერიკა მოუდგა მხარში ისრაელს,
ამ კონფლიქტში. თუმცა მეორე მხრივ მე გამახსენდა ხელად ისმაელ პერესის ვიდეო და კიდევ ვიმეორებ, რომ კარგი არ არის, როცა ვინმე იღუპება, მაგრამ ალბათ აბას ხანერად როგორ უნდა შეიცვალოს ყველაფერი. არ ვიცი. იმედია მალე მოგვარდება ყველაფერი. და ლურჯი ფერი შეუძლია ამ სხიური იარაღის ასე ვთქვათ უკუგდება. მე წავაწყდი ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც ამ გავაის ხანძარზე იყო საუბარი და ვინც ყვებოდა ამას, მან თქვა, რომ ის ადგილები, სადაც იყო ლურჯად შეღებილიო, არც ერთი არ დაზარალებულაო ის ობიექტები. დაიწვაო მხოლოდ ის, რაც არ იყო ლურჯფერად შეღებილი. მაგას ამბობს ახლა პანდორა, რომ ლურჯი ფერი უარყოფს, უკუაგდებს ამ სხიურ ლაზერული იარაღის გამოსხივებას. ამის შემდეგ ამერიკაში დაიწყო მანია, სახლებს ღებავდნენ ლურჯად, ამის გამო, რომ გაიგო ხალხმა, თუ ლურჯ ფერს რა ძალა აქვს, ხო, ეს ლაზერი, რომელსაც იყენებენ, ეს ლაზერული იარაღი ცისფერ სპექტრზე არ მოქმედებს, ვერ შლის, ვერ შლის, მართალი ვთქვი, სწორად ვთქვი მე, ცისფერ სპექტრს საერთოდ. და იცით რა, ახლა გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერს ღებავდნენ ლურჯფერში. კუზოვები, მანქანების კუზოვები ლურჯფერად იყო შეღებილი, ღობესაც ლურჯფერად ღებავდნენ, უფრო მოდაში იყო ლურჯი ფერი. ალბათ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იცოდა ლურჯი ფერის თვისებებზე. ხალხს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ლურჯი ფერი ლიდერობდა ყველგან თითქმის უმეტესწილად. და ამ ლაზერული იარაღით იყო გამომწვარი განსაზღვრული ტერიტორიების სახლებს არ შეხებია, იმ სახლებს უпростоრად არ შეხებია, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო დანგრეული ან დამწვარი. ლეტალი ამბობს, რომ გავაიების ტერიტორია არის საკრალური ტერიტორია, უბრალოდ ჰავაის კუნძულები გაანთავისუფლეს უბრალო ადამიანებისაგან, რადგან ამ ხალხმა ვარ ითქვა თავისი სახლების გაყიდვაზე და ამით ისინი მაგათთან დასაჯეს ეს უბრალო ხალხი. ზოგი დაიღუპა, ამ სახლის პატრონეები, ზოგი დაიღუპა, ზოგმა შეძლო გაქცევაო, მაგრამ ყველაფერი დაკარგესო. მათ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდაო, შესთავაზესო წასვლა, დარჩა ხელუხლებელები მხოლოდ მილიონრების სახლები და პანდორა უმატეს, რომ ეს ყველაფერი იმას მეტყოლებს, რომ და ეს ყველაფერი მტკიცებულებაო იმისი, რომ კოსმოსური საიდუმლო პროგრამები არსებობდაო და საერთოდ და შემდეგი შეკითხვა, ცისფერი სპექტრი იცავს თუ არა ადამიანებს და პლანეტას ნეგატიური გამოსხივებისაგან. პანდორა პასუხობს, რომ ხომო საწყისშიო მისი სამისფერი სპექტრიო არისო დედამიწის დამცავის ფენაო, დამცავი სიხშირეო და თვით პლანეტაც არისო ლურჯ ცისფერ და ისამისფერ ფერებში, უფრო ლურჯ ფერებში და ეს ფერი უკეთებს ჰარმონიზაციას მის სივრცესო
და მე პანდორა და ლეტალი ორივე ადასტურებენ, რომ ეს ისამის ლურჯიფერი და ზოგი ადგილას ისამისფერი, ცისფერი საერთოდ არის ჩვენი და პლანეტის დაცვა. შემდეგი შეკითხვა შეუძლია თუ ადამიანებს ფსე ოპერატორებს გაუწიონ წინააღმდეგობა. ფსე ოპერატორი არის ეს პიროვნება, რომელიც რაღაც მანძილიდან მოქმედეს სხვა ადამიანის ფსიქიკაზე. ანუ უშხოს რაღაც პროგრამებს, რაღაც მათ აქვენ სპეციალური უნარები, თუ როგორ უნდა მოახდინონ სხვის ფსიქოლოგიაზე ზეგავლენა. როგორ არა, პანდორა პასუხობს, შეიძლებაო ჩვენ მაგალითად ვუკლავდებითო ასეთ ფსე ოპერატორებს, მათ შეიძლებაო წინააღმდეგობა გაუწიოთო. შეგვიძლია უკან დაუბრუნოთო მათი ნეგატიური ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჩვენი მიმართულებით აგზავნიან. ამისთვის კი საკმარისია თქვენი ნება. გამოხატოთ თქვენი ნების მანიფესტაცია. შემდეგი შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა ჩვენ კოლექტიურ მედიტაციაში შეგროვდეთო იმისთვის, რომ დედამიწას დავეხმაროთო და ჩვენი განზრახვებით საუკეთესო განსახიერების სცენარის ასრულებით ჩვენ აზრებში ჩვენც ასე ვთქვათ რაღაც წილი მივიღოთო. აგრეთვე ადამიანების მიმართებაში, ცხოველების მიმართებაში. კარგით, მოდით ამით დავასრულოთ. გამიგრძელდა ამის ჩაწერა, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდა, მაგრამ მე გარეთ რაღაც საქმე მქონდა და მომიწია შეწყვეტა. დროებით. მადლობთ ყურადღებისთვის.